თქვენც იცნობთ და მეც ვიცნობთ არაერთ მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიცაც დამთავრებული აქვს წლების განმავლობაში, წლების წინ უფრო ზუსტი რო ვიყო, უცხოეთში, ევროპასა და ამერიკაში წამყვანი უნივერსიტეტები, ძლიერი უნივერსიტეტები, ცნობილი უნივერსიტეტები, მსოფლიო რანკინგში, რეიტინგში, უხეშად 20-ულში, 30-ულში, 50-ულში, ჰარვარდებიო, ოქსფორდებიო, ასე უტრირებულად რო ამბობენ. პირებს ვიცნობთ, რომლებიც ახლა სამწუხაროდ საქართველოში ვინც არის დაბრუნებული, მათი დიდი ნაწილი უსაქმოდ არის დარჩენილი, მიაკაკუნებენ ხოლმე რომელიმე უფრო ალბათ კერძო სტრუქტურას მიუკაკუნებენ ხოლმე და ისინი ეუნებიან CV გამოგვიგზავნე, ან გასაუბრებაზე მოდი და რასაკვირველია CV უნდა გაუგზავნო, აბა რა უნდა ქნა კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა, აბა რა უნდა ქნა, მაგრამ ხშირად ამ კონკურსების გავლის შემდეგ, ინტერვიუების გავლის შემდეგ ბევრ მათგანს სამწუხაროდ დაიწუნებენ ხოლმე. და მათ განათლებაში ოჯახებს უმრავლეს შემთხვევაში 10,000-ობით დოლარი თუ ევრო თუ ფუნტი სტერლინგი აქვთ გადახდილი, იმიტომ რომ შვილებს სათანადო განათლება მიეღოთ და ამ ქვეყანას პირველ ყოვლისა გამოსდგომოდნენ საკუთარ თავსაც რასაკვირველია, მაგრამ ამ ქვეყანასაც მათი ცოდნა, კვალიფიკაცია ამ ქვეყანას დასჭირვებოდა. კერძო სექტორიც კი, გულახდილად გეტყვით, ჯერ ერთი ვერ თავაზობს ადეკვატურ ხელფას. აი მათი კვალიფიკაციის შესაბამის ხელფას. მაგრამ კერძო სექტორიც კი მოიკოჭლებს ამ თვალსაჩინით საკადრო პოლიტიკაში ყველაზე ვერ ვიტყვი ამას ალბათ, მაგრამ აი იდეალურ მდგომარეობაში ყველა არც ერთი არ არის. სახელმწიფო სექტორზე აღარც ვლაპარაკობ, ხელფას ხომ ვერ თავაზობენ და ეს ერთი ამბავია. იქ ხომ ნეპოტიზმია. უმრავლეს შემთხვევაში ჩემი ძმაკაცის გარე ბიძაშვილი მომიწყერა, ჩემი ძმაკაცის პირველი ცოლი უსაქმოდ არის დარჩენილი და ჩემი ბიძაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში და მთავარ სპეციალისტად დამისაქმეთ და პირველ პირში დამისაქმეთ რა. და უსაქმებენ არა გამგეობებში, მერიებში, რომელიმე სიპებში, თუ აიპებში, სამინისტროებში, პარლამენტში, პარლამენტის აპარატში, მერიები ვთქვი, რაღაცა მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტრო, შსს, ამის დედაქალაქის მერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი ასეთი სტრუქტურა აქვს შექმნილი 90 არ ვიცი, მაგრამ 50%, 70% გასაუქმებელია, დასახურია პირდაპირ მნიშვნელობით. იმიტომ რომ ბიუჯეტის წურბელების ხედან უმრავლეს შემთხვევაში. მაგრამ ამ ბიუჯეტის წურბელებთანაც კი ვერ იწყებენ მუშაობას ეს პუტრირებს ხადი ჰარვარდ დამთავრებულები. გაუშვი ხა შვილი შენ და ასწავლე. შეერთებულ შტატებში ასე მაგალითად აღარ დაბრუნდება და თუ დაბრუნდება სამსახურს ვერ იშოვის. გარდა ამისა ისიც რატომ ვერ იშოვის სამსახურს? მე გეტყვით რატომაც ვერ იშოვის სამსახურს. იმიტომ რომ ეს არის ნეპოტიზმით დააჯერებული, ნეპოტიზმით სავსე, კორუფციით სავსე და აი ამ ბლატნობით, ნაცნობობით, ბლატაობით, ნაცნობობით, ბლატებით სავსე ქვეყანა. ხა პირდაპირ მნიშვნელობით არ ესადაგება რასაკვირველია, მაგრამ აი თაბუკაშვილის აქ თარგმანი ხო გახსოვთ, მე ყველაზე უფრო მეტად თაბუკაშვილისეული თარგმანი მომწაონს რაღა დაგიმალოთ და შექსპირისა სონეტებისა. იქ 66 სონეტში შექსპირი ამბობს თარგმანი აკიგითხარით თაბუკაშვილისა ყველაფრით დაღლილს სანატრელად დაღლილები არიან ეს სორბონა მოვლილები. ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათ ხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფარა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება, რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება. ეხლა მე პოეზიის საღამო კი არა მაქვს 5 წუთეული პოეზიის 5 წუთი გახსოვთ ხო? ესეთი გადაცემა იყო. მაშინდელ პირველ არხზე. არა, პირველ ხო პოეზიის 5 წუთი თუ 50 წამი კი არა მაქვს, უბრალოდ მინდა ავხსნა რომ რადგან აი ესეთი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი, ამ უხეშად სორბონა დამთავრებულებს თუ ოქსფორდ დამთავრებულებს აქ ასპარეზი არ ეძლევათ საკუთარი ცოდნის და კვალიფიკაციის დადასტურების შესაძლებლობა არ ექცევათ. მაგრამ ყველაფერთან ერთად არ ეძლევათ, იმიტომ რომ ჩვენთან სხვების დროა დამდგარი, აი სწორედ ბლატებით წასული ტიპების, წინ წასული ტიპების. მათ შორის ამ ბოლო ხანებში მე ყურადღებას ვაქცევ ერთ-ერთ ახალ ლიდერს ქართული ოცნებისა. პირველად ის შევნიშნე სასტუმრო საქართველოსთან კალაძის შტაბ-ბინა რო იყო შექმნილი და მოქალაქეები რომ მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ არ იქნება სამართალი, ეს გამოვარდა. ცოტა ბლატნო
პლატნოი ტიპია ცოტა. ოღონდ შემთხვევაში ესე უნდა რომ წარმოაჩინოს ახლა. ჩვენ შენ დარჩეს. ხო და გამოვარდა და პირველი ჟურნალის გაჯაიასე ბლატავა ხო რაღაცები უთხრა ამ კაცს ქვია მაჭავარიანი ხა მაჭავარიანის ლევან მაჭავარი ამ მაჭავარიანის ბიოგრაფიას ჩავხედე და მივხვდი რომ არაფერი არ გვეშველება მეთქი პრეზიდენტი რო ყავს ფეხბურთელი და დედაქალაქის მერიც უვისი ფეხბურთელი ერთიც და მე უვისი პოლიტიკოსი და საშუალო დონის ფეხბურთელი ერთი მინიმუმ და კარგი მეორე საშუალოზე უკეთესი ფეხბურთელი იყო მილანი აქ დათამაშა ეს ერთი ამბავია და მეორე ამბავია რომ აი ქვედა დონეებზე ესენი ხომ მე დაწინაურდებიან ხო წინ და წინ მიიწევენ ქვედა დონეებზეც ხო ტიპები არის შედარებით ქვედა დონეებზე ასევე უვისები ხა ამ ბიოგრაფია ამ კაცის ბიოგრაფიას რო ჩავხედე ესე იგი დაბადებულა რომ იყოს მონა და მას რუსეთის ედგას უღელი 2007 წელს 86 წელს დაბადებულს 86-ში დაბადებული 2007 წელს დაუმთავრებია კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი ეს ხო ყველა ჩვენ ქვეყანაში ვინც სწავლობს 80% ხო ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსები ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსები მიდიან ესე როცა არაფერი შესავსები არ რჩებათ კი არა არ აქვს როცა არ იციან ჩამოყალიბებულნი არიან რა პროფესიას უნდა გახვდნენ მიხვდნენ 10 წელს გაიარა თავისუფალი უნივერსიტეტის ვაშინგტონის სახელობის სამაგისტრო პროგრამა პროექტების მენეჯერი 2005-9 წლებში იყო შპს ბაგების სითი ჯგუფის პროექტების მენეჯერი 2010-11 წლებში თბილისი ლიზინგის უკაცრავად ლიზინგის საკრედიტო მენეჯერი TBC ლიზინგის 2011-12 წლებში იყო ანალიტიკისა და ბიუჯეტირების დეპარტამენტის უფროსი დიპლომატ ჯორჯიაში 2014-15 წლებში იყო ჰიპერმარკეტი კარფურის ფინანსური მენეჯერი 2015 წელს კი ჰიპერმარკეტი გუდვილის გენერალური დირექტორის მოადგილე 15 წლებში დომსონს ენჯინიერინგის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი 2015-21 წლებში შპს სეტანტა ჯორჯიას დამფუძნებელი 12-17 წლებში ქართული ოცნების საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის წევრი 17-21 წლებში ქართული ოცნების მხარდამჭერთა კოორდინაციის ასე ყოფილა 20 წლის 21 წლის არჩევნების გაყალბება ასევე 18 წლის ნაწილობრივ და ასე შემდეგ მოკლედ მაქინაციები მასზეც იყო 21-დან დღემდე არის ქართული ოცნების რეგიონალური მდივანის მოადგილე თბილისის ხელმძღვანელი და პლატაუს ამ მაჭავარიანს უფრო ხშირად იწვევენ განსაკუთრებით ცხადია განსაკუთრებით სწორედაც სახელის უფრო მედიები თითქოს რამჭკვიანურს ამბობდეს და კლავ მიმეორებ ძალაძველი ბიჭია და ეხლა ამ რუსთავი ორბაც მიიწვია ეს ის რუსთავი ორია რომელიც გამოჩეკავს ხოლმე მომავალ დიპლომატებს ერთ-ერთი ვარლამავალი ვაკუავალიანი საერთოდაც ყატარში დაინიშნა ელჩად და ვინც კი მიდის ან მაღალ თანამდებობებზია სულ ყველას აქვს ამ რუსთავი ორში ბოლოდინი რომ სადმე ელჩად ან ელჩის მოადგილეთან საერთაშორისო ორგანიზაციაში დანიშნავენ ვარლამზე ნაკლები რითი ვარო იტყვის ნებისმიერი ჟურნალისტად წოდებული ვინც ხელისუფლებას ემსახურება და ვისაც უნდა რასაკვირველია ყოფნა გაცლა ამ ქვეყნიდან და ამ რუსთავი ორმა ეს ლევან მაჭავარიანი მოიწვია. და ხანახით ასამბლეას. რამე ნაბიჯი არ გადავდგით იმისთვის, რომ დღეს ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატები ვიყოთ უახლოესი მოკავშირეები, ხო? გზავნილები, ღია გულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს. ჩვენი დონალდ ტრამპი ავხსნათ. დონალდ ტრამპი არ არის შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპი არის შეერთებული შტატების 47-მე პრეზიდენტი. ასევე შეიძლება შეიცვალოს 28 წელს და დაბრუნდნენ დემოკრატები. ძალიან უხეშად ვიტყვი. ბაიდენის ჯგუფი შეიძლება დაბრუნდეს. ნაკლები შანსია გულახდილები თუ ვიქნებით, მაგრამ მაინც მოკლედ დემოკრატები შეიძლება ნამდვილად დაბრუნდნენ. მეცაც გეტყვით, ბაიდენი ხო ცუდ ტიპად მიაჩნიათ ამასაც და ტრამპსაც. ამათაც და ტრამპსაც ხო შეიძლება ბაიდენზე უარესები, მათეული გაგებით უარესები, უფრო ლიბერალები მოვიდნენ. თეორიულად არც ეს არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, ღიად გულს შემატკივრობდით დონალდ ტრამპს, ეს არის არასწორი. ბაიდენი კი არა, კამალა გამხდარიყო პრეზიდენტი ამ შემთხვევაში რას შვებოდით? ეს ის პოლიტიკური ჯგუფი არ არის, რომლის ერთ-ერთი ლიდერი კი არა, მთავარ ლიდერი, მეორე მთავარ ლიდერი, მეორე ბანდიტი. მეორე რუსი ირაკლი კობახიძე ამის ნაჩალნიკი არ ამბობდა, რომ როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნებაო. სად არის ისე? და ისე მასაც ამბობდნენ, რომ ტრამპი დაამთავრებს ომს. განვაგრძოთ ამის მოსმენა.
ჩვენი პოლიტიკური ხედვები, ჩვენი მესიჯები, ჩვენი გადადგმული ნაბიჯები, შეფასება უკრაინის ომის სიტუაციის, ევრობიუროკრატები. რას ნიშნავს შეფასება უკრაინის ომის? ტრამპმა კი არა, ამ ღმერთმაც რომ თქვას, ტრამპს ესე არ უთქვამს, მაგრამ რომც თქვას ისე, როგორც ესენი წარმოაჩენენ, რომ თითქოს და ტრამპმა თქვა რაღაცა, ხო, უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ბაჭავარიანს ერთხელაც არ წასცდენიათ ეს სიტყვა ხაზგასმით ვამბობ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. აქ კიდევ უარესს ამბობს. განვმარტავთ მე მას შემდეგ რაც მოვისმენ. ეს პატივცემული კაცი. სრული თანხwebdriver. ღირებულებებით ნაწილში სრული თანხwebdriver. ღირებულებებით ნაწილშიც არა სრული თანხwebdriver კი არა, სრული არა თანხwebdriver. ეს ის ხელისუფლება არ დაგავიწყდეთ, რომ მეორეჯერ ვახსენებ ამ კობახიძეს, რომლის წარმომადგენელიც ანუ კატოლიკე კობახიძე ირანში დაეთხრეოდა სამკვირაში ერთხელ ყოველ შემდგომ ტერაქტზე, ყოველ შემდგომ გარდაცვალებაზე და მაშინ სატირალში იდგა მეთქი ასე ვიტყვი და გლოვობდა პირებს რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისკენ ზოგადად, დასავლეთისკენ უფრო ზოგადად და რეგიონში დასავლეთისკენ, ამ შემთხვევაში რეგიონში დასავლეთის ერთ-ერთ მთავარს აყრდნენ. ისრაელისკენ არა მარტო არ იყვნენ, არამედ ისრაელის კონცეპტუალური მოწინააღმდეგეები იყვნენ, ლაპარაკობ ჰამასის და ირანის ლიდერებს. გაგზავნილი წერილი დახურული წერილი, ღია წერილი პრემიერ-მინისტრის და უკვე პრეზიდენტად წოდებულსაც ახსენებს. ხო, ერთშიც, მეორეშიც და მესამეშიც იყო ბევრი ისეთი აქცენტი გაკეთებული, რომელიც დონალდ ტრამპს ცენტრში ფოტოზე შეუძლებელია რომ მოსწონებოდა. ეგეთი არ მიაღწია წერილებმა ადრესატამდე ეს რომ ვიცოდეს ბატონმა მაჭავარიანმა. მაგრამ შეუძლებელია მოსწონებოდა პირველ ყოვლისა ბატონი კობახიძის, ასევე ბატონი ყაველაშვილის ქედმაღალი ტონის გამო. თქვენ სად იყავით მაშინ, როდესაც ჩვენ ვებრძოდით Deep State-ს, ეს გამოსჭვიოდა, ეს იკითხებოდა ამ წერილებში და ასევე იყო ერთგვარი შანტაჟი, ერთგვარი მუქარა. აღარაფერს ლაპარაკობ მათი პროპაგანდისტის შათირიშვილის წერილებზე, ღია წერილებზე ტრამპის მიმართ თუ ტრამპის შესახებ, სადაც პრაქტიკულად Deep State-ის აგენტად იყო გამოყვანილი დონალდ ტრამპი, ეს თავის მხრივ ქედმაღალი კაცი, რომელიც რასაკვირველია ამგვარობებს თუ არ მიიღებს, ეგეთი არ წაუკითხავს ეხლა შათირიშვილისა მით უფრო, მაგრამ ხო იციან მის გარშემო, რომ საქართველოს პროპაგანდისტმა ბიზინა ივანიშვილის მთავარმა ვინიცის და მთავარმა მრჩეველმა ამგვარი რამ დაწერა და არ მიიჩნევენ სულაც რომ შათირიშვილია ავტორი, არამედ მიიჩნევენ რომ სწორედ მაჭავარიანიც არ არის ავტორი, სწორედ ბიზინა ივანიშვილია. ამიტომ ესეთი აპლომბით საუბარი, ესეთი ქედმაღლური ლაპარაკი საუბარი მაჭავარიანის მხრიდან რომ აი ღირებულებებით თანხwebdriver გვაქვს თურმე ვიზიტელი აქვთ ალბათ ტრამპის ადმინისტრაციასთან, არასწორია, ტრამპის ადმინისტრაცია არ არის აქ მთავარი, შეერთებულ შტატებთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან თუ აქვთ ამათ თანხwebdriver და ამათ რასაკვირველია არა აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან და არც ამერიკის ინტერესის გათვალისწინება არ შეუძლიათ. რატომ არ შეუძლიათ? განმარტოთ მაყურებელთა ნაწილისათვის ყოველ შემთხვევაში გეხსოვებათ ელჩის ხელით დონალდ ტრამპმა არა მარკო რუბიომ გამოაგზავნა წერილი, რომელიც ადრესატიც იყო ბიზინა ივანიშვილი. ეს წერილი ჩადეს კონვერტში და ბიზინა ივანიშვილისთვის უნდათ რომ გადაეცათ. ბიზინა ივანიშვილმა კონვერტს თავისი თითები არც მოკიდა, არც დაიჭირა ეს კონვერტი, არც გახსნა მით უფრო იუკადრისა წერილის გახსნა და მე თავისი ჭორვილური აბასთუმნური ლოგიკით, ვიწრო ლოგიკით, ანუ ეს ყველაფერი ახსნა რაღაცნაირად, არც ვიცი როგორ სიმართლე გითხრათ. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხwebdriver ვერ გექნება თუ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ღირებულებებს, რომლებიც ჩაწერილი იყო, ჩაწერილი იყო, დატანილი იყო ამ წერილში, შენ არ იცნობ და არ ეცნობი და უკადრისობ ამას. განვაგრძოთ ამ ბანდიტის მოსმენა. პრეზიდენტის ღია წერილი. ასჯერ გაკეთებული განცხადება, ყველა დონეზე, ასჯერ გაკეთებული განცხადება, რომ მზად ვართ გზამკვლევი შევადგინოთ. სწორედ გზამკვლევის თაობაზე იყო აქვე მაყურებელს განვმარტავთ, თორე მაჭავარიანი ამას რას გაიგებს. გაგიკვირდებათ და ეს ანალიზი ყველაზე სწორია, გზამკვლევის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობისა იყო ჩაწერილი იმ
იმ წერილში, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა არ მიიღო. ეხლა თუ მაჭავარიანი იკითხავს, რატომ გაუგზავნეთ ივანიშვილს და არა კობახიძესო, იმიტომ და ყველა მიცის, მათ შორის მაჭავარიანმაც, რომ რეალურად მართველი ჩვენი ქვეყნისა არის არა ბანდიტი კობახიძე, არამედ სწორედაც რომ ივანიშვილი, რომლის გარეშეც ბუზიც კი ვერ აფრინდება ჩვენს ქვეყანას, ბუზიც კი ვერ დაფრინავს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ იყო შერჩეული სუსტი ადრესატი. როსა და სივრცეში გავწეროთ, გვითხარით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ერთ პრეტენზიას ვერ მივიდეთ. შესაბამისად, პრეტენზიას მიიღებთ ყოველთვის, პრეტენზიას კი არ მიიღებთ მარტო პრეტენზიას ვინ შევის. იქნებით მიჭიკარტებული, ანუ მიმწყდეული კუთხეში და დაიკითხებით როგორც საზოგადოების მხრიდან ცხადია კონსტრუქციულ დააკითხვას, არა აგრესიულ დააკითხვას, არა სამართლებრივ დააკითხვას. გულისხმობ ასევე უკვე შემდგომ, რატომ უღალატეთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დაიკითხებით დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წარმომადგენლების მხრიდან, ოღონდ ეს შემდგომ კვლავ ვიმეორებ, თუ ეს დრო დადგება და ეს დრო დადგება და შეიძლება ზოგადად მალე ჩვენ ვცდილობთ რომ ავაჩქაროთ დრო და მალე დადგეს ეს მომენტი ჩვენივე და მათ შორის მათი შვილებისთვისაც ვაკეთებთ ამას. თქმა უნდა. ანუ ისე ომის დასრულების მოლოდინში აქამდე ომის დასრულების მოლოდინში იყო მათი დამფუძნებელი ბიზინა ივანიშვილი. ეხლა უცებ ბაჭავარიანი თავხედდება და ამბობს რომ მარტო ომის დასრულებაში არ არის. ომის დასრულება სხვათა შორის ჩვენთვის ომის დასრულება ცხადია, კარგია და მისასალმებელია. მაგრამ ჩვენი ეკონომიკისათვის რო იცოდეთ, იქნება ამათი ეკონომიკისათვის უფრო ზუსტი რო იყო ძალიან მძიმე დარტყმა, იმიტომ რომ მათ შორის რუსები, რომლებიც აქ არიან და უძრავი ქონებებიც შეისინეს, აგრეთვე დასაქმებულნი არიან ცოტა მათგანი რაღაც გადასახადებსაც იხდის, რაღაცა ფულის ტრიალია აქ, ქეშის ტრიალს გულისხმობ რუსებსაც შემოახვდეს თანხა, განა არა. და ასე შემდეგ ისინი გაბრუნდებიან რუსეთში. ასევე უკრაინელები გაბრუნდებიან, რომლებიც საქართველოში არიან, მშვიდობიან უკრაინაში და ასევე ქართველები გადაიხვეწებიან, ასე ვიტყვი, განსაკუთრებით მუშა-მოსამსახურეები, შენებლები და მუშა-მოსამსახურეები, იმიტომ რომ იქ დაიწყება უზარმაზარი აღმშენებლობითი პროცესი თანმდევი, გასაკვირველია ომის დასრულებასთან, ასევე რაც მნიშვნელოვანია, თუ ომი დასრულდება და რუსეთის დეიზოლაცია მოხდება, რა ისი სურვილიც ცხადია არც ერთ ჩვენგანს არ აქვს, ბიზინა ივანიშვილის და მაჭავარიანის ვინ ეკითხება, მაგრამ მაჭავარიანის საქართველოში შექმნილი შავი ხვრელები, ანუ რუსეთის მომარაგებები სხვადასხვა პროდუქციით, რომლებიც სჭირდება რუსეთს იმ პროდუქციით, ეს ამოიქოლება, ამოიგმანება, რუსეთს აღარ დასჭირდება ესე ირიბი გზებით პროდუქციის შეტანა საკუთარ ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ეკონომიკას შავ ეკონომიკას მოდით ასე ვიტყვი, რომ კარგად განმარტო, გაცილებით მეტად გაუჭირდება და ეს 9%-იან ზრდად წოდებული, რეალურად დავა თუ ჩამოვა 2%-ამდე ისიც თუ ჩამოვა. დიდი მოთამაშეები არიან, ერთი პოლუსი აღარ არის. ეს მე კარგახანია მესმის ეს მოსაზრება, რომ ორი დიდი მოთამაშეა, ორი ან მეტიო აქ ამბობს, ჩინეთზეც ამახვილებს ყურადღებას ბატონი მაჭავარიანი, მე ლაპარაკობს ინდოეთზე და სხვა პოლუსების შექმნის მცდელობაც ხებსაც აქვთო, პოლუსების შექმნის მცდელობაც, რაც არის არსებითი ტყუილი, და ხაზგასმით თქვა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არის სამყარო ერთ პოლუსიანი, ამ ერთ პოლუსს ქვია დასავლეთის პოლუსი, ჩინეთიც კი არ არის პოლუსად გარდაქმნის მას აქვს პოტენციალი რომ გარდაიქმნას დიდ პოლუსად, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ის არ იქნება რუსეთთან ერთად გაერთიანებული პოლუსი, იმიტომ რომ ჩინეთს პეკინს არ აწყობს თანაპოლუსი რუსეთის არსებობა. ესენი ესე წარმოაჩენენ, რომ თითქოს ორპოლუსიანია და ამ ორი დიდი ბიჭების თამაში უნდა გადაწყდეს, ეს მე აპეულად არ მესმის. დიდი ბიჭების თამაში უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი და ამაში მე შეიძლება დავეთანხმო კიდეც ამ შემთხვევაში ბანდიტ მაჭავარიანს, მაგრამ დამატებით იმის თქმა მინდა რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და დასავლეთის მხარეს, დასავლეთი ჩვენს თავს არ წაართმევს ან გამოივაჭრებს რუსეთ-ჩინეთის პოლუსთან, თუ მაინც და მაინც ამ რუსეთ-ჩინეთის პოლუსად წარმოვა, ალიანს პოლუსად წარმოვადგენ. დასავლეთი არ დაელაპარაკება მათ იმ შემთხვევაში თუ ასეთი რუსული იქნება, არა ამბივალენტური, კონტროვერსიული, ამბივალენტური, გაორებული, დაბალანსებული და ასე შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, არამედ სწორედ რუსულ-ჩინური იქნება, დასავლეთი არაფერს გააკეთებს
ჩვენს გამოსატაცებლად, ჩვენს საკუთარ სივრცეში მოსაქცევად. რა არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება წოდებული ბანდა? არის ანტიდასავლური. და ანტიდასავლური ვინც არის, ის ავტომატურად მეორე თუ მაინც და მაინც ესე უნდა ვთქვათ, მეორე პოლუსის გავლენის ქვეშ ექცევა, მეორე პოლუსის ნაწილია. ამასთან გასასწრესი აგრესიული რუსეთის და არა მხოლოდ რუსეთის მიერ თუ მხრიდან. მრავალპოლუსიანი ხდება მსოფლიო, ხო? იქ ამერიკაში აღარ არის და ამ გადანაწილებაში ჩინეთის სერიოზული პოლუსი არის. და იქ კიდე ინდოეთიდან დაწყებული, კიდე რამდენიმე ქვეყნით გაგრძელებული, ამას მართლა გონია რომ რაღაც წაკითხული აქვს, ეჟინსკი წაკითხული, კისინჯერი წაკითხული, რაღაცეები იცის, აი აბან იცის ტიპი, რომელიც სეტანტა ჯგუფის დამფუძნებელი იყო თუ და ფინანსური დირექტორი თუ რაღაცა. და რაღაც საბურთალოს რაიონის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო ქართული ოცნებისა. ამას მართლა გონია რომ რაღაც გეოპოლიტიკურ საკითხებზე ამას უფლება ალბათ ყველა საგვაქვს, ხა ისე არ გამომივიდეს, მაგრამ ამისი აზრი რამეს წარმოადგენს? ამბიცია აქვს რომ პოლუსები ხდებიან. ევროკავშირი დარჩა ერთადერთი. ეს ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. ეს არის აბსოლუტურად მცდარი ნარატივი, რომ 500 მილიონიანი, მოსახლეობით 500 მილიონიანი ევროკავშირი არის მიჭირხდილი ბორცმიღბა. მე მარტივ მაგალითს შეგახსენებ. ამ 6 თვის წინ დაახლოებით ტრამპსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის, ანუ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ძალიან დიდ ინვესტიციებს განახორციელებს შეერთებულ შტატებში. გაფორმდა ხელშეკრულება და ლაპარაკობენ მხარეები ამერიკის შეერთებული შტატების ბუნებრივ აირზე, ფიქლის გაზზე და არა მხოლოდ. საუბრობენ მრავალ ეკონომიკურ მრავალი კუთხით მათ შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას. ამერიკის შეერთებული შტატები, რაც არ უნდა არ მოგწონდეს მისი ლიდერის დღევანდელი მოსაზრები პოზიციები ევროკავშირთან მიმართებაში, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიატოვებს ევროკავშირს როგორც ერთიან სივრცეს, მაგრამ რომც მიატოვოს, ევროკავშირი უკვე არის და მომავალში მით უფრო იქნება ის თვითკმარი ძალა სივრცე, რომელიც თავს გაიტანს შეერთებული შტატების გარეშეც მეთქი ასე ვიტყვი, მისი როგორც ერთიანი სივრცე ხასუსო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებას, ან ევროკავშირს როგორც ასეთი გარკვეული საფრთხეები შეიძლება მართლაც დაემუქროს. არა, ევროკავშირში არის რამდენიმე ისეთი სახელმწიფო, რომელიც უმძლავრესია. მართლა რომ გამოიკეტონ ბჭყალებში დასაკვირველია. გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და ასე შემდეგ კიდე რამდენიმე სახელმწიფო. სხვა ქვეყნებს ისეც როგორიც არის უნგრეთი მაშინ უფრო დაერხევათ, ვიდრე ერთიანი ევროკავშირის სივრცის შენარჩუნების შემთხვევაში ორბანის ეკონომიკას, უნგრეთის ეკონომიკას გაცილებით მეტად დაერხევა, ვიდრე გერმანიისას, რომელიც როგორღაც გაათრევს თავს. ტყუილი ამბავია, რომ ევროკავშირს ჭირხვნიან თუ აქედან ჩინეთ, რუსეთი და იქიდან შეერთებული შტატები აწვება და იმასაც ვიტყვი გუშინაც თქვი ვიდეობლოგში ეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდება წარმოუდგენელი და რუსეთი გაბედავს და შეერაღებულ თავდასხმას მოაწყობს, საკვირველია საჰაეროს, სახმელეთოს ვერ გაბედავს რუსეთი ვერასდიდებით, ევროკავშირი იმის აღმოსავლეთ ფრთაზე, ფლანგზე, ხო, მთელი ევროკავშირი მთლიანად მე დარწმუნებული ვარ შეერთებული შტატები და შეერთებული შტატები თუ ახლა არა უკვე შემდგომ ხო აუცილებლად ჩაერთვება ამ ეგრეთ წოდებულ დავარქვათ ამას მესამე მსოფლიო ომში რუსეთის და ბოროტების ღერძების წინააღმდეგ. ეს არ მოხდება თუ არ მოხდება ხვალ მაინც და მაინც, ხვალ არც რუსეთი არ დაესწრება. პარემ ვიცოდეთ. თუ არ მოხდება ხვალ აუცილებლად მოხდება ზეგცხადია პირობით თარიღებს ვასახელებ. ამ შემთხვევაში ამის ანალიზი, რომელიცაც იწევს ნინო შუბლაძე, რომელსაც ასევე დარწმუნებული ვარ, უნდა სადღაც ელჩის მოადგილეობა ვარლამ ვაკუავალიანის არ იყოს, რომელიმე არაბულ სახელმწიფოში ან ევროპაში მითუდა. ხო, ამის მოწვევა ერთ სახელმწიფო კონიუნქტურის ნაწილია, იმიტომ რომ ამ პარტიამ გამოუშვა ეს მობლატანო ელემენტი, რომელმაც სწორედ ასეთი აპლომბით, ასეთი ლექსიკით, ასეთი ვითომდამაჯერებლობით უნდა ილაპარაკოს საერთაშორისო პოლიტიკაზე. რასაკვირველია ეს კონიუნქტურის, სახელმწიფო კონიუნქტურის ნაწილია ქართული ოცნებისა. და ამას ალაპარაკებდე საერთაშორისო პოლიტიკაზე თან აი რაღაც ესეთი ჟესტიკულაციით გამორჩეულ ბანდიტ მამაჭავარიანს, ხო, მე მგონი არც სწორია, მაგრამ აბა როგორ წახვალე ხა სადღაც ელჩად თუ ელჩის მოადგილედ თუ ამას არ გააკეთებ. და იზოლაციაზე ჩვენ როგორ საუბრობდნენ და როგორ ემუქრებოდნენ, აი როგორ იზოლაციაში არიან დღეს, არავინ თქვენ ვინმეს გჯერათ, რომ ევროკავშირი იზოლაციაშია დღეს?
რო არ ელაპარაკება და იქ რო ჩადიან სიძიმ მე მგონი დავასრულოთ ამ ბანდიტის მოსმენა. ეხლა მე გეკითხებით, ყველაფერი დაღრილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა თუ არა? მე არა, საკვირველია და არც ერთ ჩვენგანს, მაგრამ ასე რომ ამბობენ ხოლმე შექსპირის 66-ე სონეტს რომ იმეორებენ ხოლმე, გეხსოვებათ ხო, გახსოვთ ხო, თამოկაშვილის თარგმანზე ლაპარაკობ ახლა. ასაკვირველი, თუმცა სხვა არაჩვეულებრივი თარგმანებიც არსებობს, ხა ისე არ გავავიდეს უბრალოდ მე რაღაის თამოկაშვილის თარგმანი მაქვს წაკითხული, მაჭაველისაც და თამოკაშვილისაც იმისკენ უფრო, თამოკაშვილისკენ უფრო მიმიდის გული და კი ამიტომაც ხშირად თუ ოცხოში დღეს ხშირად გავიმეორე ხო ყველაფერს დაღლილ სანატრელად სიკვდილი დამრჩა და რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება ასეა ეს მათხოვრად გადაიქცა ღირსება რომ ვიცოდეთ მაინც როდესაც მაჭავარიანები ბლატაობენ ოქსფორდ დამთავრებულები ჰარვარდ დამთავრებულები სორბონა და გამიშვილება რომელ უნივერსიტეტს დავასახელებ უცხო დასავლეთში წამყვან უნივერსიტეტები დამთავრებულები ცხადია ამ ქვეყანაში ვერ გაილაღებენ და თავის ცოდნა კვალიფიკაციას ვერ მოახმარენ ამ ქვეყანას მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ უკეთესი დრო არ დადგება დადგება აბა რა უბრალოდ სახურნია ხელისუფლებისა არ ვამუნათებ მაგრამ თვალს როგორ ასწევენ და როგორ შეხედავენ პირებს რომლებიც ამ ქვეყნისთვის აღმოჩნდა რომ არიან ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი და კიდევ ერთი გამახსენდა თქვენის ნებართვით რისი ქვეყანაა ეს ჩვენი ქვეყანა როგორ გონიათ ანუ რა რისი ქვეყანაა ეს არის პირველ ყოვლისა რა საკვირველია ეს არის ასე მაგალითად ქვევრის ღვინის ქვეყანა რა საკვირველია ეს არის მაგალითად მარადცოცხალი ჩვენი კულტურის ქვეყანა ეს არის რა საკვირველია ძალიან ბევრი აი ქართული სიმღერის ქვეყანა მრავალხმიანი ქართული სიმღერის ქვეყანა აგერ რაღაც იუნესკოს იფქლი და მახა არ უფრო ცუდია იფქლი და მახა კი არ ქართული ხორბალი ჩემი ერთ-ერთი პირველი სტატია იყო გაქრდელი იფქლი და მახა ქართული ხორბალი არამატერიალურ ძეგლთა შორის კულტურულ მემკვიდრეობად უცნია იუნესკოს კარგი ამბავია მაგრამ მეორე მხრივ კიდევ რისი მეორე თუ მესამე მხრივ რისი ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა ამ ყველაფრის რასაკვირველი არის მაგრამ ამავდროულად ჩვენი ქვეყანა არის თავისუფლების და თავისუფლებისთვის ბრძოლის ქვეყანა ბრძოლის და სწორედაც რომ მომხდურთან მტერთან და კიდევ იმ პირებთან რომლებიც მტრების სამსახურში არიან ყორღანაშვილს ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა იმიტომ კი არა რომ ხელის კრა ვინმესთვის კარგია რასაკვირველია ცუდია ესე ორდინალურ ვითარებაში მაგრამ არაორდინალურ ვითარებაში ხელსაკრავი ხო პირები ქარაფიდან გადასაგდებ პირებს აბა რა ადალებს ჩვენ სინამდვილეში მაჭავარიანი შესაძლოა მათ შორის სხვადასხვა სულაც არ არის მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ სინამდვილეში ესე ხუთეულს ისე როგორც გასულ საუკუნეში ათეულებს ნახავდი ქარაფიდან გადასაგდებებს და ვაგლახდა სამწუხაროდ არ გადავერო გადაგვეგდო იქნება და უკეთესიც ყოფილიყო მათ შორის ამ საუკუნეში კი რა წინა საუკუნეში თქვა 90-იან წლებში რო გადაგვეგდო თენგის კიტოვანი ცოცხალი კი აღარ არის მაგრამ მაინც ხო და არ მის ძალას რომ შევწინააღმდეგებოდით ერთიანად და დაგვემარცხებინა ის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ან და ის პერსონალურად ქარაფიდან გადაგვეგდო პირდაპირ მნიშვნელობით მე გითხრობთ ასე ვიტყვი არ მერიდება ხო იქნება და უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყავით ასაკვირველია ჩვენ ვართ ანბანის სიმღერის ისე მღერიან ქართველები რომ გაგიჟდება მაგრამ პირველ ყოვლისა ვართ თავისუფლების ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი და თავისუფლებისთვის ვინც იბრძვის ახლა ხო ისინი რუსთაველზე არიან და არა მაჭავარიანთან და არა იმ ხელისუფლებასთან რომელიც თავისუფლებას ებრძვის ესაა სიმართლე თორე და რაც ეს ყველას გაგიმარჯვოთ